ეს არის ჭალის ტყე. თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ერთადერთი ხელუხლებელი ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, სადაც უნდა აშენდეს ახალი უბანი, რომელსაც აშენებს არაბული კომპანია Eagle Hills-ი 590 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც არის აი ამ ტყის ნახევარი. ველური ბუნების სააგენტო რო გადაეცა, ძალიან გაგვიხარდა, სხვათა შორის ვიფიქრეთ, რომ აი, ვიღაცა კორპუსს არ აშენებს. სინოდილეს კორპუსს კი ქალაქს აშენებს. თურმე. აი ზევის ფუღუროები, ეს ყველაფერი, მაგი აქვს ახლა ათვისებული უამრავ კოდალას, ბუს, პატარა ფრინველებს, კი. მერე, აი ეს დაცემული ხეები, ამ ქერქის ქვეშ უამრავი მწერი ბინადრობს. უამრავი ქვეწარმავალი, უამრავი მღრღნელი. ეს არის იცი რამხელა ეკოსისტემა. მარტო ეს სამი დაცემული ხე. ხო. არის ვებერთელა რესურსი. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ლამაზი. ზოგადად ბუნებაში აი ესეთი უხეში ჩარევა, აქ რო აშენდება ის ხო მოიჭრება ის ხეები, ის აღარ იქნება რაც არის. ეს უკვე ფაქტია. ეს აღარ იქნება ის ხელუხლებელი ტყურის ჭალები რაც ახლა არის. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მეთევზე, არა მარტო ბუნების მოყვარული ყველასია, ხო, ეს ტყე აღნიშნე, რომ აქ ხალხი დადის, ზოგი ფოტოსესიისთვის, ზოგი უბრალოდ ჩიტებს აკვირდება, ზოგი პიკნიკზეა და ისვენებს და ყველა საზრუნავია და ყველა უნდა ამოიღოს ხმა, რომ იქნებ უშუალოდ ამ ლამაზ ჭალებს.